ერთი შტატი დემოგრაფიულ ძარცვას ახორციელებს, რაც ყველაზე გამოცდილი ურბანული დაგეგმვის სპეციალისტებსაც კი გააოცებს. ის თითქმის მთლიანად უდაბნოა. Landschaft იმდენად მკაცრია, რომ ზრდას უნდა აფერხებდეს. მაგრამ სულ რაღაც ერთ წელიწადში 28,000 ახალი მსხოვრები ჩაალაგა ბარგი და იქ გადავიდა. შეხედეთ ამერიკის დასავლეთის რუკას და უმეტესობა ამას სიკვდილის ხაფანგად აღიქვამს. მაგრამ ათასობით ოჯახი ამას გადარჩენის გზად ხედავს. არიზონას მეტი მიწა აქვს, კალიფორნიას მეტი ფული, იუტას მეტი წყალი. მიუხედავად ამისა, ეს უდაბნოს სამეფო სწრაფად მიიწევს ზრდის ჩარტების სათავეში. ერთი მფრთხინავი ქალაქი, ერთი ინდუსტრია, რომელიც მანკიერებაზეა აგებული. თუ იქ არიღავი გამათლის საგორებლად ან შოუს სანახავად, იქ დარჩენას აზრი არ ჰქონდა. მერე ყველაფერი შეიცვალა. ეს არის ხმელეთით გარშემორტმული შტატი, რომელსაც წყლის მარაგი უმცირდება და ეკონომიკა მთლიანად ტურიზმზე იყო დამოკიდებული. თუმცა მონაცემები აჩვენებს, რომ ნევადას ჯობნის ისტორიულად უფრო დიდ შტატებს, რომლებსაც დიდი ფორა ჰქონდათ. რატომ? ამის გასარკვევად გაემგზავრეთ რენოდან აღმოსავლეთით, აი 90 გზატკეცილზე თაჰორენოს ინდუსტრიულ ცენტრამდე. შეიძლება ჩვეულებრივ ინდუსტრიულ კომპლექსს გავდეს, მაგრამ ეს განსხვავებულია. ეს ამერიკული მომარაგების ჯაჭვის საყრდენია. ამ ერთი ადგილიდან სათვეთო მანქანა 24 საათში სიეტლს, ფენიქსს ან ლოს-ანჯელესს მიაღწევს. ამიტომ ტექნოლოგიური გიგანტები, როგორიცაა Google და Switch, Tesla-ს უზარმაზარ გიგაფაბრიკასთან ერთად აქ გადმოსახლდნენ. ეს კორიდორი უბრალოდ ფართო ასფალტი არ არის. ეს ინოვაციების ხერხემალია. საწყობები მიკროჰაბებად იქცევა რობოტიკისთვის, ხელოვნური ინტელექტის მიერ მართულ მარაგებისთვის და დრონებით დახმარებული მიწოდებებისთვის. ტრანზიტის დროის შემცირებით და გადატვირთული პორტების თავიდან აცილებით, კომპანიებს შეუძლიათ შეამცირონ გადაზიდვის ხარჯები. თანამშრომლებისთვის ცხოვრების ხარჯი ბევრად დაბალია, ვიდრე Bay Area-ში ან Seattle-ში. ტექნოლოგიური ჰაბები შეიძლება განვითარდეს საცხოვრებელი სივრცის კრიზისის გარეშე. რენენოში სტარტაპებს ახლა აქვთ ცდომა ტალანტებზე, ყოველდღიური მგზავრობის კოშმარის გარეშე. ეს არის მინი სილიკონის ეკოსისტემა უდაბნოს შუაგულში. კლარკის ოლქი მთლიანად თავიდან შენდება. სამხრეთ ნევადა ახლა აღარ არის მხოლოდ შაბათ-კვირის მოგზაურობებისთვის განკუთვნილი ადგილი. ის ბიზნეს ჰაბად იქცევა. გლობალური კომპანიები იღებენ საშუალებას დარჩნენ დაკავშირებულნი დასავლეთ სანაპიროს პორტებთან, სანაპირო ქალაქების მაღალი ხარჯებისა და გადატვირთულობის გარეშე. და ფული იღრება. ხოლო გასულ წელს მილიარდები ჩაიდო ჰენდერსონსა და ჩრდილოეთ ლას-ვეგასში, რათა გაძლიერებულიყო ამერიკის მიწოდების ჯაჭვი. ნევადა იყენებს დაბალ გადასახადებსა და სწრაფ ადმინისტრაციულ პროცედურებს, რათა უზრუნველყოს ისეთი სწრაფი ზრდა, რომელიც თითქმის შეუძლებელია დასავლეთის სხვა ადგილებში. ავტომატიზაცია, მწვანე ენერგია, მსხვილი ტექნოლოგიური კომპანიები. ეს ყველაფერი უდაბნოსკენ მიიზიდება. ეს ყველაფერი ლას-ვეგასის გლობალური ეკონომიკური ალიანსის გეგმის ნაწილია. ისინი ამ მიმდინარე გაფართოების ფაზის მთავარი ნაწილი იყვნენ. 2027 წლისთვის უდაბნო შეიძლება ამერიკული წარმოების ძლიერ ცენტრად იქცეს. მაგრამ ეს მხოლოდ ზედაპირზე. ერთ-ერთი ყველაზე დიდი ფაქტორი ნიადაგშია დამალული. ნევადა ახალ ვერცხლზე ზის. Lithium, Tucker Pass, Humboldt-ის ოლქის მახლობლად. აშშ-ში ყველაზე დიდ ცნობილ ლითიუმის საბადოს ფლობს. ამ ერთმა ველმა შეიძლება წელიწადში 800,000 ელექტრომობილისთვის საკმარისი ლითიუმი უზრუნველყოს. ნევადა არის ელექტრომობილების საწვავი მომავალი საუკუნის ტრანსპორტისთვის, მაგრამ ბატარეებზე დაფუძნებული მომავლის აშენებას უზარმაზარი რაოდენობის ელექტროენერგია სჭირდება. და უდაბნოში ეს პრობლემა არის. ამ მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ნევადა მოქმედებს. ეს არის ერთადერთი შტატი დასავლეთში, რომელიც აგრესიულად აახლებს მთელ თავის ელექტროგაცოგაცემი ქსელს. მთავარი პროექტია Greenlink West-ი, 472 მილიანი მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზი, რომელიც ლას-ვეგას პირდაპირ რენოსთან დააკავშირებს. ეს მასიური ენერგეტიკული მაგისტრალი აშენებულია იმისთვის, რომ უდაბნოს მზის ელექტროსადგურებიდან დიდი რაოდენობით განახლებადი ენერგია პირდაპირ ჩრდილოეთ ნევადის ტექნოლოგიურ ცენტრებს მიაწოდოს. და ეს კიდევ ერთ ინდუსტრიასაც იპყრობს ყურადღებას. მონაცემთა ცენტრები 2030 წლისთვის შეიძლება მსოფლიოს ელექტროენერგიის 10%-მდე მოიხმარონ. ეს იმდენივე ენერგიას შეადგენს, რამდენსაც დიდი ინდუსტრიული ქვეყანა, მაგალითად იაპონია, ერთ წელიწადში მოიხმარს. გახსნილი მიწებითა და სტაბილური რეგულაციებით, ნევადა ასეთი ობიექტებისთვის მთავარ ადგილად იქცა. იმისთვის, რომ ეს სერვერები მთელი დღე მუშაობდეს, ნევადა აშენებს გემინის მზის პროექტს. ლას-ვეგასის მახლობლად მდებარე ეს პროექტი 1.4 გიგავატ-საათიან ბატარეად მუშაობს. მიუხედავად იმისა, რომ შტატი კვლავ დაკავშირებულია კალიფორნიის ენერგეტიკულ ქსელთან, ეს პროექტი ნევადას საშუალებას აძლევს თავისი ინდუსტრიული ზრდა გამოყოს მეზობელი კალიფორნიის გადატვირთული და მოძველებული ქსელისგან. თვითონ თავისი გეოთერმული სადგურებიდან თითქმის 950 მეგავატის გამომუშავებით, რაც 700,000 სახლს ყოფნის, ნევადას შეუძლია ენერგია მიაწოდოს მზარდ ინდუსტრიულ და ტექნოლოგიურ სექტორებს კალიფორნიაზე დამოკიდებულების გარეშე. ყველაზე დიდი გარღვევა ამაში Humboldt-ის ოლქში პროექტ Red-ში მოხდა.
First Energy actually purely commercially გამჯობესებული geothermally სისტემა ASHS-ში. მათ გააფორმეს მნიშვნელოვანი ხელშეკრულება Google-ის მასიური მონაცემთა ცენტრების მომარაგებაზე. ეს არის მრავალმილიონიანი პროექტი, რომელიც გარემოსთვის გამარჯვებაა. ის იყენებს დახურულ ციკლურ სისტემას, რომელიც თითქმის არ იყენებს წყალს. ისევე როგორც ნევადის ენერგეტიკულ ბუმს მიწისქვეშა სითბო ამოძრავებს, ასევე ჩუმად ამსუბუქებს შტატის წყლის დეფიციტსაც. ასე გამოიყურება ყველაზე სწრაფად მზარდი შტატის შიგნიდან. ქსელი, რომელიც თავიდან შენდება იმისთვის, რომ უზრუნველყოს ენერგიით ის ინდუსტრიები, რომლებიც აქ 5 წლის წინ არ არსებობდა, სანამ ნევადა ფიზიკური ინფრასტრუქტურას აშენებს, პარალელურად სამართლებრივ ინფრასტრუქტურასაც ცვლის. საუკუნის განმავლობაში დელავერი დომინირებდა კორპორატიულ ამერიკაში. თუ დიდ კომპანიას ქმიდი, იქ არეგისტრირებდი. მაგრამ ახალი მოძრაობა ჩნდება, Dexity. კომპანიები ტოვებენ დელავერს. ეს ნამდვილი გადინებაა და მხოლოდ ერთი ადგილია, სადაც ისინი მიდიან. ვენჩურული კაპიტალის გიგანტები და საჯარო კომპანიები, როგორიცაა Fidelity National Financial, Roblox და AMC Networks-ი, ტოვებენ დელავერს და იურიდიულ სათავო ოფისებს ნევადაში გადაიტანენ. რატომ ხდება ეს ცვლილება? ხოლო დელავერის სასამართლოები უფრო და უფრო არაპროგნოზირებადი გახდა. ისინი აუქმებენ უზარმაზარ ანაზღაურებებს აღმასრულებელი დირექტორებისთვის და კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ საბჭოს დამოუკიდებლობას. დამფუძნებლებისთვის და ინვესტორებისთვის ეს ნამდვილი კოშმარია, მაგრამ ნევადამ ამაში შესაძლებლობა დაინახა. შანსი, რომ სხვა შტატებს კონკურენცია გაუწიოს. მათ შექმნეს სისტემა, რომელიც ძალაუფლებას ისევ მფლობელებს უბრუნებს. დირექტორები დაცულნი არიან სარჩელებისგან, თუ განზრახ თაღლითობა ან არასათანადო ქცევა არ დამტკიცდა. ეს იყო ძლიერი იურიდიული ფარი, რომელიც კაპიტალს სასამართლოს გადაჭარბებული ჩარევისგან იცავდა. ნევადის სპეციალური კანონები შტატს ახალ ბიზნესებზე მასშტაბურ საცდელ პოლიგონად აქცევს. ისინი ყურადღებას ამახვილებენ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ხელოვნური ინტელექტით მართული სესხები და უაღრესად უსაფრთხო ციფრული გაბირვები. ბიზნესები ნევადას ირჩევენ, რადგან აქ ფრანჩაიზის გადასახადი არ არსებობს და კონფიდენციალურობის კანონები ძლიერია. თუმცა ამ ყველაფრის რეალური მამოძრავებელი ძალა ფულია. უფრო კონკრეტულად რო ვთქვათ, ვენჩურული კაპიტალი. რადგან ნევადაში კორპორაციული შემოსავლის გადასახადი არ არსებობს, ამ სტარტაპებს შეუძლიათ სხვა შტატებში გაფართოვდნენ ისე, რომ მძიმე სახელმწიფო გადასახადები ორჯერ არ გადაიხადონ. ეს ნევადას იდეალურ ბაქცევს იმ კომპანიებისთვის, რომლებიც სწრაფად ზრდას აპირებენ. სანამ ისეთი შტატები, როგორიცაა კალიფორნია, მდიდრებისთვის ახალი გადასახადების დაწესებაზე მსჯელობენ, ნევადას შემოსავლის გადასახადის სისტემა მაგნიტივით მოქმედებს. ბოლო 5 წლის განმავლობაში შტატმა $500 მილიონი კერძო ინვესტიცია მოიზიდა. ეს ის ფულია, რომელიც შესაძლოა კალიფორნიაში დარჩენილიყო, რომ არა მისი მაღალი გადასახადები და რეგულაციების ბარიერები. 2030 წლისთვის ნევადაში მოსალოდნელია 10,000 ახალი კომპანიის გახსნა, რაც ერთი შტატის დანაკარგს მეორის ზრდად აქცევს. მთავარი მოთამაშეები მხოლოდ თავიანთ სათაო ოფისებს კი არ გადაჰყავთ, არამედ მთელ გუნდებსაც. როდესაც Roblox-მა თავისი იურიდიული რეგისტრაციის ადგილი ნევადაში გადაიტანა, ეს მხარდაჭერის სერვისების ტალღას გამოიწვია. მას მიხვდნენ იურიდიული ფირმები, ბუღალტრული და რეკრუტინგული კომპანიები. ნევადა საცდელი პოლიგონია, რომელიც აფინანსებს ხელოვნური ინტელექტის სტარტაპებს, რომლებიც სხვა შემთხვევაში არც იარსებებდნენ ან ვერ გადარჩებოდნენ სანაპირო ბაზრებზე. დელავერმა თავისი დომინანტობა საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში ააგო. ნევადა და მისი ნაწილი სულ რაღაც 5 წელიწადში აიღო. სწორედ ეს სისტრაფეა მიზეზი, რატომაც ნევადა ზრდის რეიტინგების სათავეში. და გახსოვდეთ, თუ მოგწონთ ესეთი გეოგრაფიული სიღრმისეული მიმოხილვები, აუცილებლად გამოიწერეთ არხი. ასე პირველები გაიგებთ, როცა ნევადა კიდევ ერთ ქალაქს დაამატებს. მაგრამ ამ ყველაფერში ერთი სერიოზული გამოწვევაა, რომელმაც შეიძლება შტატის სრულიად შეაჩეროს. და ეს არის წყალი. ეს არის მთავარი არგუმენტი, რომელსაც ყველა კრიტიკოსი იყენებს. ნევადას წყალი გაუთავდება. ამჟამად მიდის ტბა დაახლოებით 24%-ით არის სავსე და უკვე გამოცხადებულია პირველი დონის დეფიციტი. თეორიულად ნევადა უნდა ჭკნებოდეს. ამის ნაცვლად ის ყვავის. რატომ? იმიტომ რომ შტატი წყალს ფინანსურ აქტივად აღიქვამს. ეს სტრატეგია ნევადის განვითარების ისტორიის მთავარი ნაწილია და მთელ ამერიკაში ხალხი უკვე იწყებს მის შემჩნევას. ნევადა დახურული ციკლის წყლის გადამუშავებაში მსოფლიო ლიდერი გახდა. თითქმის ყოველი გალონი, რომელიც შენობაში გამოიყენება, ნიჟარები, საშხაპეები თუ ჭურჭლის სარეცხი მანქანები, ხელახლა იბრუნება, მუშავდება სასმელი წყლის სტანდარტებით და ბრუნდება ლეიქ მიტში. ამის შედეგად შტატი იღებს დაბრუნების კრედიტებს. ყოველი დაბრუნებული გალონისთვის კიდევ ერთ გალონს იღებენ. ეს ნევადასთვის დიდი წარმატებაა. სამხრეთ ნევადა თითო ადამიანზე 48%-ით ნაკლებ წყალს იღენებს, ვიდრე 20 წლის წინ. მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. ფაქტობრივად ისინი წყალს ცვლიან. უდაბნომ თავისი ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა ფარულ უპირატესობად აქცია. ეს ისეთი ეფექტურობაა, რომელსაც მეზობელი შტატები ვერ შეედრებიან. თუმცა, თუ კოლორადოს მდინარე ინჟინრების პროგნოზზე სწრაფად დაიწევს, ეს სისტემაც კი შეიძლება კრიტიკულ ზღვარზე აღმოჩნდეს.
გეოთერმული ენერგიის აუთვისებელი რეზერვუარები ჯერ კიდევ ქვემოთ ელოდება. ნევადის უნიკალური გეოლოგია მხოლოდ ზრდას კი არ უწყობს ხელს. ეს უდაბნოს ყველაზე რთული რესურსული გამოწვევებისთვის ჩაშენებული გამოსავალია. ეს სწრაფი გაფართოება მეზობელ შტატებს აიძულებს თავიანთ გამოწვევებსაც შეეჭიდონ. არიზონას გამრთობა ნიშნავს ათასობით მილის ახალ მილებს, ელექტროგადამცემ ხაზებსა და გზებს, რომელთა მოვლის ხარჯებიც სულ უფრო იზრდება. ფენიქსის მეტროპოლიტენის არეალში ყოველი ახალი ავტობანის მილის აშენება დაახლოებით 20 მილიონი დოლარი ჯდება. ეს ორჯერ მეტია, ვიდრე ნევადა ჩვეულებრივ ხარჯავს თითო მილზე გზების გაფართოებისთვის, მის სწრაფად მზარდ კორიდორებში. წყლის გადატანის ლოჯისტიკური ხარჯიც უზარმაზარი ტვირთია. წყლის 326 მილით აღმართზე ამოტუმბვა კოლორადოს მდინარიდან ცენტრალური არიზონას პროექტის მეშვეობით იმდენ ენერგიას მოითხოვს, რამდენიც 100,000 სახლის ელექტროენერგიით მომარაგებას ეყოფოდა. ნევადის უფრო მოკლე მილს ადენებს. ამ ენერგიის მხოლოდ მცირე ნაწილი სჭირდება. არიზონას პინელის ოლქში მიწისქვეშა წყლების შემცირება იწვევს მიწის ყოველწლიურად რამდენიმე დუიმით ჩაძირვას, რაც მკვეთრ კონტრასტს ქმნის ნევადასთან, სადაც წყალშემცველ ფენებში წყლის დონის კლება გაცილებით ნაკლებად დრამატული. აღმოსავლეთით იუტა სხვა გეოგრაფიულ ბარიერს ებრძვის. ვასაჩის ფრონტის ვიწრო კორიდორი, სადაც შტატის 3,450,000 მაცხოვრებლის 80% ცხოვრობს. Salt Lake County-ში საცხოვრებელი სახლებების საშუალო ღირებულება $900,000 აღწევს, რაც თითქმის ორჯერ მეტია ნევადის საცხოვრებლის მედიანურ ფასზე. ნევადის ყველაზე სწრაფად მზარდი ოლქები. კიდევ უფრო ჩრდილოეთით, კოლორადოს ფრონტ რენჯის გადატვირთულობა მის მოსახლეობის 70%-ს აკავებს, რაც ინფრასტრუქტურის ხარჯებს კანიონის ავტომაგისტრალის გაფართოებისთვის $10 მილიარდამდე ზრდის. ეს დაახლოებით 3-ჯერ მეტია, ვიდრე ნევადამ დახარჯა ანალოგიური გზების გაუმჯობესებაზე რენოსა და ლას-ვეგასის რეგიონებში. აიდაჰოსაც აქვს ტყეები, სადაც ტყის ხანძრის მაღალი რისკია და შეზღუდულ წყალს სნეიკის მდინარიდან. ეს ნიშნავს, რომ მისმა კომუნალური კომპანიებმა ყოველწლიურად დაახლოებით $800 მილიონი ჩადეს უფრო ფართო ენერგოსისტემის ინფრასტრუქტურასა და გამძლეობაში. ნევადის ტყის ხანძრების პრევენციისა და ენერგოსისტემის განახლების ხარჯები ამ თანხის ნახევარზე ნაკლებია. ყველა შტატმა, რომელსაც ნევადა აჭარბებს ზრდაში, შემოიღო მკაცრი სისტემები, რომლებმაც მათი შესაძლებლობები შეზღუდა. სისტემები, რომლებსაც ისინი საკმარისად სწრაფად ვერ ცვლიდნენ. ნევადას არ ჰქონდა დამკვიდრებული ძველი სისტემა, მხოლოდ სწრაფად მოქმედების თავისუფლება. ნევადის სამართლებრივი კოდექსი ასევე ბიოტექნოლოგიების ბუმს უწყობს ხელს. შტატს აქვს უზარმაზარი საიდუმლო იარაღი ლაბორატორიებზე ძლიერ დამოკიდებული კომპანიებისთვის. ის არ აკენებს გადასახადს არამატერიალურ აქტივებზე. კალიფორნიაში პატენტებიდან და საიდუმლო ფორმულებიდან მიღებული უზარმაზარი შემოსავალი მაღალი კორპორატიული საშემოსავლო გადასახადით იბეგრება. მაგრამ ნევადაში ეს შემოსავალი დაცულია. შედეგი? კომპანიების ნაკადი ყიდულობს უზარმაზარ მიწის ნაკვეთებს, რათა ააშენონ მაღალტექნოლოგიური ლაბორატორიები შორეულ ადგილებში, სანაპირო რეგულატორების ცნობის მოყარე თვალებისგან მოშორებით. Outsideri იმარჯვებს, რადგან მისი მეტოქეები საკუთარ წარმატებაში იხჩობიან. ყველაფერი 2023 წელს დაიწყო, როდესაც კალიფორნიის კანონმდებლები დაიწყეს ახალი სიმდიდრის გადასახადის განხილვა ბიუჯეტის დეფიციტის მოსაგვარებლად. მათ სამიზნედ აიღეს მდიდარი მაცხოვრებლების წმინდა ქონება, მას შემდეგაც კი რაც მათ შტატი დატოვეს. მაგრამ ნევადა კონსტიტუციური დაცვას თავაზობს. შტატის დამფუძნებელი დოკუმენტები ფაქტობრივად კრძალავს პირად შემოსავლის გადასახადს, რაც მას თავისუფალ ზონად აქცევს გიგანტური კორპორაციებისთვის. ნამდვილი შოკი მაშინ მოდის, როცა მილიარდერი თავის იურიდიულ საცხოვრებელს Incline Village-ში გადაიტანს. ეთხამეში მთელი კალიფორნიის ოლქის საგადასახადო ბაზა ქრება. ნევადა ამ სიმდიდრეს ითვისებს ისე, რომ არც ერთ ძვირადღირებულ სოციალურ პროგრამას არ ქმნის მის მოსაზიდად. ისინი უბრალოდ გვერდზე დგანა. ეს კონკურენტული უპირატესობაა, რომელსაც კალიფორნიის საგადასახადო კანონები ვერ წარმოიდგენდნენ. მაგრამ სიმდიდრის გადასახადი მხოლოდ ერთ-ერთი სიმპტომია კრიზისში მყოფი შტატისა. საშუალო კლასის ოჯახები, რომლებიც 6 ნიშნა ხელფასს იღებენ, იძულებულნი არიან თავიანთი ხელფასის თითქმის ნახევარი ქირაში გადაიხადონ. სან-დიეგოსა და ბეი-არეაში ჩვეულებრივი სახლის ფასი ახლა $1 მილიონზე ბევრად მეტია და ეს კიდევ მსუბუქად ნათქვამია. თუ 10 წლის წინ ნევადაში სახლის საშუალო ფასი $200,000 იყო, დღეს კალიფორნიელმა ოჯახმა შეიძლება გაყიდოს პატარა ბანგალო $1.1 მილიონ და იყიდოს ორჯერ უფრო დიდი სახლი ნევადაში $500,000. ეს არის $600,000 კაპიტალის ჩეკი პირდაპირ ბანკში და აჩვენებს, რამდენად იზრდება სიმდიდრე, რომელიც კალიფორნიიდან გადის. არ არის გასაკვირი, რომ ხალხი გადადის. ლას-ვეგასის ახალ მოსახლეთა 47% კალიფორნიიდან მოდის. ისინი თან მოაქვთ სიმდიდრე, უნარები და ამბიცია. ნევადა არა მხოლოდ იღებს მათ, არამედ სრულიად ახალ საგადასახადო სამყაროს თავაზობს. მაგრამ ოქროს შტატი სხვა გზებითაც იშლება.
რასაც სრულად ცოტანი თუ აცნობიერებ. თხის ხანძრები ყოველწლიურ კატასტროფებად იქცა, რაც იწვევს ევაკუაციას, ანადგურებს სახლებს და ზრდის სადაზღვევო ხარჯებს. ეს საშუალო ფენის ოჯახებისთვის თითქმის შეუძლებელს ხდის დაზღვევის მიღებას. მორიგეობითი ელექტროენერგიის გათიშვები აზიანებს მთავარ ტექნოლოგიურ ჰაბებსა და ურბანულ ცენტრებს. ამცირებს ბიზნესის პროდუქტიულობას და ზრდის გაფართოების რისკს. ენერგეტიკის გარდა კალიფორნია რეგულაციების ლაბირინთსაც ებრძვის. გარემოს დაცვითი, შრომითი და ზონირების კანონები ხშირად წლების განმავლობაში აჭიანურებს სამშენებლო და ინფრასტრუქტურულ პროექტებს. ახშობს ინოვაციას ჯერ კიდევ დაწყებამდე. ეხლა კომპანიები პარადოქსის წინაშე დგანან. დარჩნენ და გასციონ უზარმაზარი ზედნადები ხარჯები და შეეგუონ გაურკვევლობას, თუ წავიდნენ და დაკარგონ ბაზარზე პოზიცია. ბევრი მათგანი მეორე ვარიანტს ირჩევს. ამავე დროს სიმდიდრე და ტალანტი ჩრდილოეთით და აღმოსავლეთით გადაადგილდება. Silicon Valley-ის ყველაზე გამორჩეული ინჟინრები ეძებენ ხელმისაწვდომ საცხოვრებელს, დაბალ გადასახადებს და სწრაფ ბიზნეს ნებართვებს. ეს ის რაღაცებია, რასაც კალიფორნია აღარ სთავაზობს საიმედოდ. ჰოლივუდის გადამღები ჯგუფები ტოვებენ შტატს უფრო იაფი, სწრაფი და პროგნოზირებადი შტატებისკენ. მეწარმეები გარბიან გადასახადებისა და სასამართლოს არაპროგნოზირებადობის გამო. Twinების გადინება თავისთავად არის ჩუმი ეკონომიკური მიწისძვრა, რომელსაც შტატის გარეთ მცხოვრები ძალიან ცოტა ადამიანი ამჩნევს რეალურ დროში. მაგრამ წელიწადში 20-8,000 ადამიანის შემოყვანა შეუძლებელია რარაცების გაფუჭების გარეშე. ნევადა შემოაქვს სიმდიდრე, მაგრამ ასევე შემოაქვს მოთხოვნა სერვისებზე, რომლის დაფარვაც ამჟამინდელ ბიუჯეტს ძლივს შეუძლია. და ეს სიტუაცია ძალიან სწრაფად გამოდის კონტროლიდან. სკოლის ოლქები გადატვირთულია. კლარკის ოლქი მეხუთე ყველაზე დიდია ქვეყანაში და მას მასწავლებლების უზარმაზარი დეფიციტი აქვს. ლას-ვეგას და რენოში მომსახურების სფეროს მუშაკები, რომლებიც საათში $20 იღებენ, ვეღარ იხდიან საცხოვრებლის პასს. კალიფორნიიდან გადმოსული ხალხის გამო ფასები იმდენად გაიზარდა, რომ თავად ის ადამიანები, ვინც კაზინოებში მუშაობენ, ვეღარ ახერხებენ თავიანთი სამუშაოსგან 50 მილზე ახლოს ცხოვრებას. ეს ნევადის ზრდისთვის ყველაზე დიდი საფრთხეა. თუ მუშათა კლასი აქ ცხოვრებას ვეღარ შეძლებს, ტექნოლოგიური და ლოგისტიკური ცენტრები საბოლოოდ დაიშლება. შტატი ცდილობს ფედერალური მიწები ხელმისაწვდომი საცხოვრებლისთვის გახსნას, მაგრამ ამისთვის კონგრესის მიერ მიღებული კანონია საჭირო. ეს დროის წინააღმდეგ ბრძოლაა. საცხოვრებლის კრიზისი თვალსაჩინოა. ჯანდაცვის კრიზისი არა ისე ძალიან. ამჟამად ნევადა სამუშაო ძალის კრიზისის შუაგულში, რამაც შეიძლება უმეტეს შტატებს პარალიზება მოუტანოს. ამჟამად ის მნიშვნელოვნად ჩამორჩება ქვეყნის საშუალო მაჩვენებელს სამედიცინო პერსონალის რაოდენობით და 2030 წლამდე კიდევ 1000-ობით ჯანდაცვის მუშაკის დაქირავება სჭირდება, მხოლოდ იმისთვის, რომ მზარდი მოსახლეობის მოთხოვნები დააკმაყოფილოს. ამ პრობლემის გადასაჭრელად ლას-ვეგასი აღარ დებს ფსონს მხოლოდ კარტის თამაშზე. ახლა ის კლინიკურ კვლევებზე დებს ფსონს. ლას-ვეგასის სამედიცინო რაიონში შენდება ახალი $150 მილიონი ღირებულების სამედიცინო განათლების შენობა. მიზანია რაიონი გადაიქცეს ბიოსამეცნიერო ინკუბატორად, ადგილად, სადაც ლაბორატორიული კვლევა რეალურ მკურნალობად იქცევა თვეებში და არა წლებშიც. ამჟამად ნევადა ჯანდაცვის სფეროდან წელიწადში დაახლოებით $20 მილიარდ იღებს, რაც ამ სექტორს ბუნებრივ ზრდის ძრავად აქცევს. მოსალოდნელია, რომ ეს ყოველწლიურად $300 მილიონ შემოსავალს მოიტანს და შექმნის სტაბილურ მაღალანაზღაურებად კარიერულ გზას, რომელიც არ არის დამოკიდებული იმაზე, რამდენი ადამიანი ზის ბლეკჯეკის მაგიდასთან. ჯანდაცვის პარალელურად, ნევადა ინვესტიციებს ახორციელებს განათლებასა და პროფესიულ მომზადებაში, რომელიც მის ახალ ეკონომიკაზეა მორგებული. ნევადის უნივერსიტეტი თანამშრომლობს განახლებადი ენერგიის კომპანიებთან, რათა მოამზადოს ინჟინრები, ლაბორანტები და სპეციალისტები, რომლებიც პირდაპირ ჩაერთვებიან შტატის მზარდ სუფთა ენერგიის სექტორში. თუმცა ნევადის ეკონომიკური სასწავლის გაფართოებასაც აქვს თავისი საზღვრები. ნევადის გადამუშავების სისტემა და წყლის მარაგები მას გარკვეულ მანევრის საშუალებას აძლევს, რაც სხვა შტატებს არ აქვთ. მაგრამ მელიორაციის ბიურომ შემოგთავაზა კოლორადოს მდინარიდან წყლის მასიური შემცირება, თუ შტატები მალე ვერ მიაღწევენ შეთანხმებას. ნებაყოფლობით ამ შემცირებაზე წასვლით, ნევადა თავდათავს წარმოაჩენს როგორც პასუხისმგებელ ზრდასრულს მოლაპარაკების მაგიდასთან და გამოწვევას უგზავნის ფედერალურ მთავრობას, რომ კიდევ უფრო დიდი შემცირებები დააკისროს მის მეზობლებს, როგორიცაა კალიფორნია და არიზონა. თუ კოლორადოს მდინარის დონე კვლავ დაეცემა, მაშინაც კი დახურული ციკლის სისტემა საკმარისი არ იქნება. შემცირებები იზრდება და ეს ელექტროენერგიის გათიშვის რისკია. თუ წყლის დონე ძალიან დაეცემა, ჰუვერის კაშხალზე ტურბინები მუშაობას შეწყვეტენ, რაც მის ზრდას ადგილზე გააჩერებს. ამჟამად ნევადა ფაქტობრივად ერთი პოლიტიკის ცვლილება და ერთი მშრალი ზამთარი აშორებს სასწავლის დასასრულს. ამიტომ მათ არ შეუძლიათ არც სივრცის და არც წყლის ფლანგვა. და ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ შტატთან, ზოგიერთის მიერ კალ-ამერიკა წოდებულთან, მოსაზღვრე ნევადას არ შეუძლია ნელა იმოქმედოს. შტატის ბუმი ორ რამეზეა დამოკიდებული. კალიფორნია უნდა დარჩეს პრობლემურ მდგომარეობაში და მდინარე უნდა დარჩეს წყლიან. თუ კალიფორნია ოდესმე მოაგვარებს თავის საცხოვრებელ და საგადასახადო პრობლემებს, ნევადაში გადმოსვლის ნაკადი შეიძლება ერთ ღამეში შეწყდეს. და თუ ინჟინერია ვერ აუცხობს ფეხს სიცხეს, უდაბნო დაიბრუნებს იმას, რაც დაკარგა.
მაგრამ მოჰავიში შეცდომის უფლება ძალიან მცირეა. ეს ნევადის ზრდას კიდევ უფრო გამორჩეულს და ამავდროულად კიდევ უფრო მკიფეს ხდის. გმადლობთ, რომ დღეს შემომიერთდით. იმედი მაქვს ვიდეო მოგეწონათ. თუ გსურთ მეტი მსგავსი ვიდეოს ნახვა, გთხოვთ გამოიწეროთ არხი და ჩართოთ შეტყობინებები. ეს ნამდვილად მნიშვნელოვანია. კიდევ ერთხელ გმადლობთ და მომავალ შეხვედრამდე. Map Pack-ზე.